ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, საზოგადოებრივი მოძრაობა ხელისუფლებას მიმართავს. გიორგი აბაზაძე მოგვიყვება უფრო მეტს. ხელისუფლებისადმი მიმართვას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ კანონის დონეზე დამყარდეს წესრიგი სასამართლო სისტემაში, რადგან მათივე სიტყვებით ბოლო დროს ძალადობრივმა პროცესებმა და დესტრუქციამ ქუჩიდან სწორედ სასამართლოში გადაინაცვლა და მოსამართლეები არიან ბულინგის სამიზნე. ვინაიდან სანქციებმა და ჯარიმებმა გამოიღო გარკვეული შედეგები, ეს ყველაფერი აღიკვეთა ქუჩაში, ხოლო ახლა ქვეყნის შიგნიდან და გარედან თავდასხმის ეპიცენტრი არის სასამართლო და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ამ ყველაფრის ახალისებაში ხედავენ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩის როლს. როგორც ამბობენ, რადიკალურ ჯგუფებს გამოცხადებული აქვს საინფორმაციო ომის ქრონიკა და ქმნიან ისეთ ფონს, თითქოს ქვეყანაში არის შეუქცევადი პროცესები. ხედავთ, რომ უკვე თვეებია პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები. კოლექტიური ნაცმოძრაობის აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი. აღნიშნული კანონგარეშე ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და მხარდაჭერილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად არც ერთ სხდომას არ ტოვებენ და ღიად უჭერენ მხარს როგორც განსაჯელ ნაცაქტივისტებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც პროვოკაციებით, ძალადობით ცდილობენ სასამართლო სხდომების ჩაშლას და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისათვის ხელის შეშლას. რაც საერთო ჯამში სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. ამიტომ მოუწოდებთ ხელისუფლებას კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანობის აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ელჩების, საელჩოს თანამშრომლების პირდაპირ და უშუალო ჩარევაზე სასამართლო პროცესებში, თავხედობაზე პირდაპირ, კრიმინალის ხელშეწყობაზე მათი მხრიდან. გარდა იმისა, რომ ისინი აფინანსებენ ქუჩის აქციებს და პოლიციელებზე თავდასხმას ესე იგი ყველანაირად ახალისებენ, ამის გარდა ისინი მონაწილეობენ სასამართლო სხდომებში და ახდენენ ზეწოლას სასამართლო სისტემაზე, რაც უნდა იქნეს აღკვეთილი ხელისუფლების მხრიდან. ის რაც დღეს ხდება სასამართლო დარბაზებში, არ შეიძლება ჩაითვალოს არც გამოხატვის თავისუფლებად, არ შეიძლება ჩაითვალოს არც პროტესტის ფორმად. ეს უფრო წააგავს ანგარიშწორებას მოსამართლეებზე. აქედან გამომდინარე, ნაცაქტივისტების ქმედება არის ჩემის აზრით დანაშაულებრივი და შეურაცხყოფელი საქართველოს სასამართლოსთვის და ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც დაიცავს მოსამართლეს, თუნდაც იმიტომ, რომ მან იგრძნოს დამოუკიდებლობა და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. როგორც მიაჩნიათ, ერთიან ნეიტრალურ საქართველოში კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ამ ძალადობას აქვს ის ერთადერთი მიზანი, რომ ქვეყანაში შექმნან დესტრუქციული ფონი და გადატრიალებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინაიდან არჩევნებით ამის საშუალება არ აქვთ. პირდაპირ ეთერში გიორგი აბაზაძე საუბრობდა. შინაგან საქმეთა